და როგორც მოვისმინეთ, ამ დროისთვის გამოწვევა რჩება მაინც რთულად მისადგომი სოფლები და დასახლებები, ასევე შიდა სასოფლო გზების ნაწილი ცენტრალურ ნაწილში ვითარება გაუმჯობესებულია, ისევე როგორც ელექტრომომარაგების თვალსაზრისით და კომუნალური მომსახურებების კუთხით საგანგებო რეჟიმშია ყველა შესაბამისი უწყება. დიტო ყირიმლიშვილი შეაჯამებს დღის ამბებს. თითქმის 3 დღეა გურიაში საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმით მუშაობს, სადაც უხმანალებმა პიკს მიაღწია. ინტენსიური თოვლისა და რთული რელიეფის გამო გარე სამყაროსაა მოწყვეტილი რამდენიმე სოფელი. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია ჯარი, მაშველები და შესაბამისი სამსახურები. სტრატეგიული მნიშვნელობისა და ცენტრალური გზების დიდი ნაწილი გაწმენდილია, თუმცა რიგ შემთხვევებში ადგილობრივებისთვის გამოწვევად ელექტროენერგია და შიდა სასოფლო გზები რჩება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც რთული რელიეფია და მძიმე ტექნიკას მუშაობა უჭირს. და სახლი დამენგრა ნახევარი მხარე და დაიჭი რა იქნება. მიმართე დახმარებისთვის შეატყობინეთ? არა, არ შემეტყობინები აწუვა ბირე. ყველაფერი არის, გაზი არის. რამოდენიმეჯერ გაითიშა, არეკავდა მოდიან ძალიან ოპერატიულად გასრჩე. დენის გვაქვს ერთი ღამე იყო გათიშული. მანქანები და იგი შედის აგეთო ახლობლად სევით უკვე სოფელში ვეღარ ადის. სამაშველო დაავდგენით სამუშაოებში თავდაცვის ძალები აქტიურად იყენებენ მათ დაქვემდებარებაში არსებულ სპეცტექნიკასა და დრონებს. ენერგოპროჯექტთან ერთად ჩავრთეთ დრონები, რომლებიც მიმართულებაზე დაზიანებას აღმოაჩენენ და ოპერატიულად რომ მოხდეს მაღალმთიან რაიონებში ელექტროენერგიის აღდგენა. რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების გამო უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი. ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გაზრდილია როგორც სამედიცინო, ისე სამაშველო ეკიპაჟები. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დასავლეთ საქართველოში დამატებით გაგზავნილია სპეცტექნიკა, მათ შორის მუხლუხოები და აღჭურვილი რეანიმობილები, ოჯახის ექიმები და მობილური ჯგუფები. მობილის და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები, ასევე მობილიზებული არის მაღალი გამავლობის რეანიმობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმისათვის, რომ მოხდეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში. ამ დროისთვის მეხანძრე მაშველთა რიცხვი 650-ით არის წარმოდგენილი დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო სამუშაოებში. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ დამატებით გავზარდეთ ლოკალური შტაბების რაოდენობა. ყველა პრობლემურ რეგიონში იმყოფებოდნენ ხელისუფლების პირველი პირები. გურიაში გაიმართა საკოორდინაციო შტაბის ხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. დასახლების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი არის გაწმენდილი. კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან, არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ და ერთ-ერთი თავი პრიორიტეტი არის ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის აღდგენა ორშაბათისთვის. დაახლოებით 35,000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და ეს რაოდენობა არის შემცირებული დაახლოებით 10,000-მდე. სურსათით უზრუნველყოფა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა ეს გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. გრძელდება უწყვეტ რეჟიმში როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა სახელმწიფოებრივი გზების წმენდა, განვლადობა არის უზრუნველყოფილი. ასევე ინტენსიურად მუშაობს და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა უკვე მუნიციპალურ გზებზე. შინაგან საქმეთა მინისტრი ოზურგეთის რაიონს სოფელ ბაილეთში მოწყობილ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაურ შტაბის ძირითადი ამოცანები გააცნეს და დაგეგმილი სამაშველო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მინისტრი მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ვახტანგ გომელაური გურიის პოლიციის დეპარტამენტშიც იმყოფებოდა. მინისტრმა სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა და შესაბამისი დავალებები მისცა. გურიასთან ერთად პრობლემები ააჭარაშიც. დღეს დილით ადგილზე პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ჩავიდნენ. მათ შტაბის ხდომაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და გასატარებელ ღონისძიებებზე შეჯერდნენ. ადმინისტრაციულ ცენტრში არის გაწმენდილი გზები, ასევე ელექტროენერგიის მხრივ თითქმის 80-90% აღდგენილია. მუშაობს ხელი ხაზი, როგორც გვაქვს ინფორმაცია და ყველა საჭიროება, რაც კი შესაძლებლობას გაძლევს არსებული, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მდგომარეობა და სადაჯერ გზების და გაწმენდილი არ არის, ყველასთან ყარდება კომუნიკაცია. დღეს და ხვალ უკვე შევძლებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სულად იქნას აღდგენილი ელექტრომომარაგება, ასევე ბათუმში უკვე აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს გამოწვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
ბათუმში ნაწილობრივ აღდგენილია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, მოსახლეობას ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია შეფერხების გარეშე მიეწოდება. გამოწვევებია მაღალმთიან აჭარაში. გზის გაწმენდით სამუშაოებში მძიმე ტექნიკის დამატებითი ჯგუფებია ჩართული. სოფლებში კი ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. თითოეულის გამო იყო შუქის პრობლემა და მოგვარდა, უკვე მეორე დღე მესამე დღე შუქი მოგვარდა. ეტაპობრივად გზებიც იწმინდება. შუქის პრობლემა ჰქონდა, გაზის პრობლემა საერთოდ არ ჰქონია. ახლა თოვლი როგორც ასეთი თოვლი გზები ჩაკეტილი ჰქონდა, გავხსენით. ეტაპობრივად იწმინდება გზები იმერეთში, შემცირებულია ჩაკეტილი სოფლების რაოდენობა. გარკვეულ ადგილებში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გურიის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დეპუტატებთან ერთად მეორე დღეა ქუთაისში ეცნობა სამუშაო პროცესს. დაახლოებით 5000 მეტაბონეს ამ დროისათვის უკვე აღუდგა ელექტრომომარაგება. იმედია, რომ ამ ინტენსივობით გაგრძელდება ელექტრომომარაგების აღდგენა. რამდენიმე სოფელთან დაკავშირებით ქონდა სერიოზული და გვაქვს ჯერჯერობით კიდევ სერიოზული პრობლემები, მაგალითად სამტრედიაში გორმაღალთან კონტაქტი პრაქტიკულად არ იყო, იმიტომ რომ ტელეფონების დატვენაც კი ვეღარ შეძლეს ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო. ყავდა მაგალითად ერთი ადამიანი, რომელსაც ჭირდებოდა დიალიზი იყოს ადამიანი და ჭირდებოდა გამოყვანა და ფეხით შეძლეს ჩვენმა წარმომადგენლებმა გამოყვანა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას და იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ჭირდებათ მაქსიმალურად, მალე აღმოუჩინონ დახმარება, მალე მივიდნენ ადგილამდე. თუ იმას რამე ჭირდება გადაუდებელი მაქსიმალური ყურადღება ექცევა და რა თქმა უნდა ჩართული არის თითქმის ყველა უწყება ამ ესე ვთქვა სამაშველო სამუშაოებში, ვინაიდან თოვლის საფარი ძალიან მაღალი არის, შემოვიარეთ ესე ვთქვა ის ძირითადი სოფლები, სადაც ადამიანები და ფაქტურად გზა ჩაკეტილი არის და ვიმედოვნებ, რომ დღეს და ხვალ უკვე მაქსიმალურად იქნება ეს პრობლემები აღმოფხვრილი. საღამოს კი ქუთაისში პრემიერი და პრეზიდენტი ჩავიდნენ. შტაბის ხდომაზე რეგიონში დამატებითი სპეცტექნიკის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღეს. რამდენიმე ჩაკეტილი სოფელი არის, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ზოგადად სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად სხვადასხვა ფორმის ცდილობენ სოფლებში შესვლას. ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრგან არის აღდგენილი, ბევრი აბონენტისთვის არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება. თავდაცვის ძალების სტიქიის შედეგებს ებრძვიან იმერეთის რეგიონშიც. მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა ბაღდადში მოსახლეობას, სადაც გადაადგილება გართულებულია, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს. სამხედროები ოჯახებს სახურავებისა და ეზოების თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებიან. საჭიროების შემთხვევაში მაღალმთიანი სოფლებიდან ჯარისკაცებს ბავშვიანი ოჯახები და მოხუცები უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ. სტიქიის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. ადგილზე ვეცნობი თითოეულობით გამოწვეულ პრობლემებს, ვახდენთ მათ იდენტიფიცირებას, რათა მყისიერად და ოპერატიულად შევძლოთ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა. საგანგებო რეჟიმით მუშაობას განაგრძობს სახელმწიფოს ყველა უწყება.